ჩანს? მოკლედ ახლა გავაკეთოთ n არაფერი ჯერ ამას ვიძახდი რომ n-ი რომ ეთექს აკეთებს დაგვაკლოს სიცოცხლე რა პლეიერს დააკლოს სიცოცხლე ისე როგორც პლეიერი აკლებს იმას აი ჰიტბოქსი რო გვაქვს მაგ ასე გავაკეთებთ რა ამიტომ ჯერ პრინციპში კოდში ის ვქნათ რა ქვია player ეთექში რო გვიწერია header-ი hit enemy ნახე აბა ეგ მანდ გვაქვს hitbox-ის კოდები ეგ მოვაკოპიროთ აი ცვლადები კი და გადავიდეთ hammerman-ის სკრიპტში და აქ ჩავაფეისტოთ on სახელი შევუცვალოთ აქ იყოს hit player hitbox სახელი იგივე კონდეს hitbox size იგივე იყოს enemy layer-ის მაგირად დავარქვათ ამას player layer აქ enemy to hit-ის მაგირად დავარქვათ player to hit იმიტომ რომ players უნდა მოვარტყას ამან და damage amount-ით შეგვიძლია იგივე დავტოვოთ პრინციპში იმიტომ რომ ამასაც განსხვავებული ეთექები აქვს და განსხვავებულ ეთექზე განსხვავებულ რაოდენობას დააკლებს ნიკოლოზ გამარჯობა enemies ეთექები რო გავაკეთეთ ახლა ვაკეთებთ რომ enemy დააკლოს სიცოცხლე players კაი hit player გვიწერია hitbox-ები გადმოიტანე ხო კაი ახლა ისევ გადავიდეთ enemy health კი არა და player ეთექში და ეს რო გვიწერია on drogizmos-ი და void hit enemy აი ეს ორი ცალი ეს მოვაკოპიროთ ეს ორი ფუნქცია ესეც გადავიტანოთ იქ სად არის კი hammerman script-ში ჩავსვათ აი იმის კომპონენტების header-ი აქვს მაგის დაბლა კი player to hit-ი ჩაწერე ზევით რო შევუცვალეთ სახელი გადმოვიტანოთ აქ enemy layer-ის მაგივრად 8 წითლებს player layer-ი მივუთითოთ და enemy to hit-ის მაგივრად ყველგან player to hit და აქ get component player health ხო წერია ისა enemy health ხო წერია უნდა ჩავწეროთ player health-იც ხო გვაქვს და იქაც damage-ი ქვია იმ ფუნქციას player health-ში ეგ ხო ადრე გავაკეთეთ აი ამ ფუნქციას გააკეთებს კი ეხლა player health-ის სკრიპტი დაწერე კი იმიტომ რომ player health-ის სკრიპტში უნდა შეაღწიოს ამან და damage-ი გააკეთოს damage amount-ი რამდენიც იქნება მაგდენს დააკლებს ეს კიდე ზუსტად იგივენაირად დახატავს იქ როგორც ის hitbox-ი აქვს ოღონდ აქ მოდი ცოტა განსხვავებული ფერი იყოს gizmos color ან წითელი იყოს რავი იყოს წითელი hitbox size-ი გვიწერია hitbox position okay დავასეივოთ ხა ეს გადავიდეთ იმაში unit-ში და შევუქმნათ ახლა hitbox-ი hammerman-ს აი player-ის შვილი რო არის hitbox-ი ხო მაგაზე იხატება ეს მაგის პოზიციაზე hammerman-საც ჭირდება ეგეთი hitbox-ი ამიტომ hammerman-ზე mouse მარჯვენა ღილაკი create empty დავარქვათ hitbox მერე მოვნიშნოთ hammerman-ი და მარჯვნივ სკრიპტი სადაც აქვს მიბმული hammerman სკრიპტი მან წესით გამოჩნდება ყველა ის ცვლადი რაც ჩასაგდები გვაქვს hit player header-ი გამოჩნდება და hitbox-ი hitbox size-ი player layer იქნება მომსანიშნი კი create empty და hitbox-ი დავარქვი okay მარჯვენა ღილაკი ხა create empty კი დავარქვი hitbox
მერე მონიშნე hammerman-ი და მარჯვენა hammerman script-ი, სადაც აქვს მიბმული, გამოჩნდება ეს ცვლადები: hitbox-ი, hitbox size-ი და player layer-ი. hitbox-ში ჩავაგდოთ. კი, nothing-ის მაგალითად უნდა გადავიყვანოთ player-ის layer-ზე. hitbox-ში უნდა ჩავაგდოთ ეს hitbox-ი რაც შევქმნით წეგან, hammerman-ის hitbox-ი და hitbox size-ში სასწრაფოდ ერთები ჩავწეროთ, რომ გამოჩნდეს ეს ოთხკუთხედი, კვადრატი. და ეს ხო მაინც უნდა შევცვალოთ. ხო, ჯერ იყოს ესე და მერე ხო ეთეკების მიხედვით უნდა შევცვალოთ ეს. ოკეი, დავასეივოთ. და ეხლა გავაკეთოთ hitbox-ი, გავაყოლოთ ანიმაციებს, როგორც იქ გავაკეთეთ რა. hammerman-ი მოვნიშნოთ, animation-ში გადავიდეთ ქვევით. და მერე გადავიდეთ აქ ეთეკ 1-ზე. hammerman ეთეკ 1. და აი ამას რო ვაკეთებს, აქ პრინციპში ჩაწერას დავაჭიროთ, move tool-ზე გადავრთოთ, ისრები რო გაუჩნდეს და მოვნიშნოთ hitbox-ი, hammerman-ის hitbox-ი. და გადავიტანოთ აი hammer-ის ეს ურო რო უჭირავს, უროს თავი სადაც არის. აი მაგაზე გადაიტანე რა, ეს არა უშავს ჯერჯერობით. ხო, პირველ ფრეიმზე 0-ზე. ეს არა უშავს ჯერჯერობით დიდი რო არის, მერე დავარეგულირებთ ამას ზუსტად ზომას იქ კოდში ჩავწერთ. მერე შემდეგ ფრეიმზე ცოტა ქვევით ჩადის. შემდეგ ფრეიმზე აქეთ ადის. კი, ჩაწერა ჩართული უნდა გქონდეს და ფრეიმებზე გადადი და მიიტანე იქ სადაც ურო არის. და მერე ეს ხო, მესამეს ძალიან დიდია, მაგრამ აი დაახლოებით აი ამ პოზიციაზე დასვი რა, აი ჩემთან როგორც ხედავ. იმიტომ რომ ამას გავადიდებთ მერე და აი ამას ამ ეფექტსაც მოიცავს რა, ზევითაც იქნება და ამასაც და იდეაში ამ ეფექტ აი აქ უნდა მოარტყას რა, თუ მოგარტყამს აი ამ ფრეიმზე მოგარტყამს. ოკეი, შემდეგ ფრეიმზე აღარ არის აუცილებელი რომ გავამოძრავოთ, დარჩეს იქ. მაინც მარტო ამ ფრეიმზე გვექნება მორტყმა. ოკეი. კი. თუ გინდა მეოთხეზეც იქით გაწია, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ოკეი. შეგვიძლია გავთიშოთ გაზიარება რა ხაიყო და ისა რეკორდინგი, ჩაწერა. და გადავიდეთ ეთეკ 2-ზე. ისევ ჩავთვალთ ჩაწერა, ისევ hitbox-ი გვაქვს მონიშნული, move tool-ზე გვაქვს და 0-ზე გადავიტანოთ სადაც არის. სადღაც აქ, მერე ცოტა ზევით წევს და უკვე აქ სადღაც აი ამ პოზიციაზე რა. რომ მერე რო გავადიდებთ, აქეთაც გადიდდება, ქვევითაც და ზევითაც. რაღაც ამ პოზიციაზე იქნება. პრინციპში ეს ისეთი ის არის, რომ ძალიან ახლოს უნდა იყოს პრინციპში რომ მოგარტყას რა. შეგვიძლია ცოტა კიდე უფრო დიდზე უფრო გავადიდოთ, რომ შანსი გქონდეს მორტყმის. ოკეი, მეოთხე ფრეიმზე ახაც მნიშვნელობა არ აქვს. სად იქნება? ცოტა არჩერი აქეთ არის. მაგის ეთეკები გაწყობილი გვაქვს უკვე. კაი, აქაც გამორთოთ რეკორდინგი. ახლა კი. ახლა ეს enemy არის ხო, მტერი. hammerman დავარქვით. ურო უჭირავს და ოკეი, მესამე ეთეკზე გადავედით, recording 0-ზე უდევს, აქ ურო აქვს, აქ ეს უკვე დიდი ის არის. დიდი ეთეკია. თავიდან დიდად მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება. მოიცადე. უინახე რანაირია. ჯერ ფეხით უშვებს ამას, ეფექტს.
ფეხით უშვებს. მიდის ეს ეფექტი. თან მერე ურტყამს და აქ ხო? მაგრამ აქ რომ მოიქნია ეს რომ ხო, რაღაც ეგრე უნდა გავაკეთოთ. კაი, მაშინ ნახე როგორ უნდა ვქნათ ეხლა ამ შემთხვევაში. აი აქ მივიტანოთ ჯერ აი ეს უროს სადაც ჩაცხებს, აი ეს არის მეშვიდე ფრეიმი. მეშვიდე ფრეიმზე მივიტანოთ აქ. აქ იყოს ცოტა ზევით. არა. ეს ცოტა ზევით იყოს, რომ გავადიდებთ, ზევითაც გაიზრდება და ქვევითაც. აი ამასაც მოიცავს მერე და დაბლაც, იმიტომ რომ დაბლა უტყამს რა. აქ იყოს მოკლედ მეშვიდე ფრეიმზე და მერე აქ ამას ამბობ keyframe-ებს. ხო, აქ ხო მარტო sprite და hitbox-ის პოზიცია წერია. ხო. და მერე შემდეგ frame-ზე, აი მე-10-ზე ვქნათ თუ მე-11-ზე. მეგონი მე-10-ია, ხო? კი. მე-10-ზე გადავიტანოთ აქეთ. აი სადღაც ამის ცენტრში. აქაც ცოტა მაღლა რომ გავზდით, მერე ზევითაც მოიმატებს და ქვევითაც. რა სადღაც ცენტრში რა. და მარჯვენაც და მარცხნივაც. ოკეი. ხო, ჯერ აქ არის და მერე აქ არის. კაი. აქაც გავთიშოთ. მერე შემდეგი ეთეკი არის ეთეკ 4 air. ჰაერში რო ხდება? თუ რომელია ეს? მაგრამ ძალიან პატარაზე იწევა. კაი, რო რამე ამას რო გააკეთებს ხოლმე, ოდნავ ზევით ავაგდებთ რა კოდიდან. კაი, აქაც რეკორდინგი გავუკეთოთ. მივიტანოთ ურო სადაც არის. ესე. და აი მოქნევას რო აკეთებს, აქაც სადღაც სამის ცენტრში გავაკეთოთ რა და მერე გავზრდით. დაახლოებით ეს. შემდეგი არის special. ეს არის ბოლო ეთეკი. აუ, ესეც მაგარი აქვს. recording-ი მივიტანოთ უროსთან. შემდეგ frame-ზე ცოტა უკან მიაქვს. რაღაც ეფექტი აქვს. ამზადებს უროს და აი აქ უკვე პირველი ეფექტი უბრალოდ იყოს არაფერი რა, უბრალოდ ეფექტი იყოს. ხო. და მერე და იმალებ. აი წავიღოთ და აი აქ მერვე ფრეიმზე დავაყენოთ სადღაც ამის ცენტრში. რო გავადიდებთ, აქეთაც მარჯვნივაც გადიდება და მარცხნივაც. აი დაახლოებით ამ პოზიციაზე. აი უროსკენაც რო იყოს მერე რა რო გავადიდებთ. ესეც რომ მოიცვას რა უროსაც უჭირავს. რო ახლოს რო იდგე ამ დროს, აი აქ რო იდგე მაგალითად. მაგ დროსაც დაგაკლოს რა. ოკეი და დავტოვოთ. მერვეზე სადაც არის, იქვე იყოს, იმიტომ რომ ჩერდება ის ეფექტი. ეგ არის. გაგით ხო? კაი. ახლა გადავიდეთ სკრიპტში.
სკრიპტში კი არა, სკრიპტში ხო გვიწერია. უი, Hammerman-ის სკრიპტში ამაზე დამავიწყდა და მე გადაკეთება void-ზე. void-ის სახელზე. hit player რო ერქვას ამას. თუ არ გადაგეკეთებია, შენც გადააკეთე. თვითონ void-ის სახელი. ხო. hit player. ეგარი. დავასეივოთ. გადავიდეთ, ისევ დავბრუნდეთ unit-ში და animation-ში ისევ ეთეკ-1-დან დავიწყოთ, Hammerman-ის ეთეკ-1-დან და event-ებით გამოვიძახოთ ახლა. არა, animation-ში event-ებით უნდა გამოვიძახოთ ახლა ეს ფუნქცია, hit player-ი. რო დახატოს მართლა და თუ მოხდება damage-ი გაუკეთოს მერე. ამიტომ მესამე ფრეიმზე აი 0.3 სადაც აწერია, მაგის ოდნავ დაბლა ზოლი რო არის, მანდ მაუს მარჯვენა ღილაკი. კი, ეთეკ-1-ს ვაკეთებ ჯერ. ეთეკ-1-ზე 0.3-ზე, მესამე ფრეიმზე. მარჯვენა ღილაკი add animation event და მარჯვნივ ზევით no function-ში ვირჩევთ Hammerman script methods hit player. ეხლა ეს hit player მონიშნე თვითონ event-ი და მოაკოპირე რა Ctrl+C. კი. მერე ეს event-ი მონიშნე და მოაკოპირე Ctrl+C. ან მარჯვენა ღილაკი და copy animation events. მერე გადავიდეთ ეთეკ-2-ზე და აქაც მესამე ფრეიმზე ჩააფეისტე. ჩააფეისტე ეგრევე რა და გადმოვა. Ctrl+V. ის ხომ მოვაკოპირეთ. აქაც ჩაფეისტა იგივე ფუნქცია შესრულდება აქაც hit player. ეხლა მესამე ეთეკ-3-ზე. აქ გვაქვს მე-7 ფრეიმზე უნდა ჩავაფეისტოთ და მერე მე-10 ფრეიმზე. მე-7 ფრეიმზე და მე-10 ფრეიმზე. აი keyframe-ებს ეტყობა. 3 keyframe-ი სადაც არის დაბლა. ეგ არის სადაც დავაყენეთ. მე-7-ზე დავაყენეთ და მე-10-ზე. ოკეი, შემდეგი არის ეთეკ-2. აქაც მესამეზე ყოფილა. აქაც 3-ზე ჩავაფეისტოთ და მერე არის special. აქ არის მე-8-ზე. აქ ჩავაფეისტოთ მე-8-ზე. ამას თუ მოგარტყამს? ოკეი. კაი, იყოს მე-7-ზე. მაშინ ეს მე-9-ზე ხო არ გადავწიოთ, რომ აი ძალიან მიყრილი არ იყოს ეს ფრეიმებზე რა. ერთი ფრეიმი მე-7-ზე იყოს, მე ერთი ფრეიმი გამოვტოვოთ და მე-9-ზე იყოს. ანუ ეს იმდენად სწრაფად ხდება, არც შეემჩნევა, ანუ წესით კაი იქნება. ხო. მე-7 და მე-9 იყოს მაშინ დაკლება, თუ მოარტყმს. კაი. ახლა გავიგოთ ეს hitbox-ები რამხელები გვინდა. ეთეკ-1-ში გადავიდეთ და აქ რამდენი გვინდა ახლა მე-3-ზე Hammerman-ი მოვნიშნოთ და მარჯვნივ hitbox size-ი გავზარდოთ. 2-ები რო იყოს, 2 ოკეია. როგორ? ვერ გავიგე. Scale არა, hitbox size. მარჯვნივ.
ჰამერმენს რომ მონიშნო მარჯვნივ არა ჰიტბოქსი არა ჰამერმენი უნდა მონიშნო და მარჯვნივ ჰიტბოქს საიზი გაზარდა აი ორები ჩაწერე და კაი არის ოდნავ ცდება მაგრამ იყოს რა კაი არის რა ვიფიქრე იცი ეგ ხوار ჩავიწეროთ ანიმაციაში ბარემ თქო და კოჩი ჩაწერა აღარ მოგვიწევს ნახე recordings თუ დააჭერ აქ და აქ ორიანებს ჩაწერ მეცადე კი აი 21 რო ჩავწერე 21 ჩაწერა აი ორიანად გადავაკეთებ ამას და ნახე აქაც ჩაიწერა ნახე სკრიპტის ის ჩაიწერა რა აქ შეცვალე ჯერ აი 23 ან 3 ჩაწერე და მერე ჩაწერე 2 ორივეზე 2 ჩაწერე ხო X-ს და Y-ს და ორივეს შეინახავს აი ნახე ამ აქ რო სკრიპტ ჩამოშლი აწერია hitbox size X 2 hitbox size Y 2 შეინახა რა როგორ ხო აი მეცადე მეც დავაბრუნებ თავიდან რო ერთებია და მე ადადებს ხო ეგ არის ოკეი ან შეგვიძლია საერთოდ პირველი საერთოდ წაუშალო რა არა იყოს რა კაი რეკორდინგი გამოვთოთ მაგაზე ეგეც არ არის პრობლემა რომ პირდაპირ ორიანები მიანიჭო ანუ თავიდან რო ერთი არის და მე რო ზრდის 2-მდე შეიძლება ეგრე არ გაკეთო და პირდაპირ 2 უთხრა რა უბრალოდ აქ რო 2 შევცვალეთ ერთიანები თავისი შეინახა აქ 0-ზე კაი ახლა ეთეკ 2-ში ეთეკ 2-ში პრინციპში აქაც გვაწყობს ორები რეკორდინგი გააკეთე აქაც და აქ ჯერ სხვა რიცხვები ჩაწერე 3-ები მაგალითად და მე გადააკეთე 2-ებზე რო ჩაიწეროს რა იმიტომ რომ ორიანი რო გიწერია კიდე ორიანს რო წერ არ იწერს იგივე რიცხვი რო არის ჯერ რო სხვა რიცხვი ჩაწერე და შეინახავს ხო ან ერთიანებიდან ან თავიდან რო ერთები იყოს და 0-ზე რო ერთები იყოს და მე 2-ები ოკეი ესეც კაი არის აქაც შეგვიძლია რა მე მომწონს თუ გინდა ცოტა დააპატარავ 1.8 ჩაუწერე ან რაღაც მე დავტოვებ ოდნავ რო ცდებოდეს არაფერი ოკეია კაი ეთეკ 3 ახლა აი აქ გვაქვს ხა ესეთი რაღაცა recordings რო დავაჭერთ თავიდან იყოს ერთები მე 7 ფრეიმზე უნდა გახდეს რამდენი 3 ბევრია ორი ну ეს დაბლა ცდება მაგრამ დაბლა მაინც არ გვაინტერესებს გრაუნდზე იდგება მაღლა კარგად არის ჩემთან ესეა მოიცადე ეს მე მგონი ძალიან ბევრი 1 და 8 იყოს 1 და 7 1 და 6 და ცოტა დავაპატარებ 1 და 6 და 2 და 8 ხო 1 და 6 და 2 და 8 ჩავწერე მე აი რაღაცა ამ პოზიციაზეა და ასეთი ზომის ამას რო უტყამს ჰამერს და მე 10 ფრეიმზე ხო აქეთ არის მე 10 ფრეიმზე ეს იყოს 3 და Y 3 იყოს და ეს უნდა გავზარდო ცოტა 2 2 და 3 2 და 5 2 და 7 2 და 8 9 ესეც 3 იყოს მოდი ოდნავ ცდება ესეც სამი და 3 კარგად დაждდა ამაზე აი აი დიდდება ესეც
შვენიერი. ახლა გვინდა ეთექ 4 air. თავიდან იყოს ერთები და მერე იყოს, მეგონი აქაც ორები ჩაეტევა. ოდნავ დაბლა არის. 2 და 2. 2 და 2 იყოს, ანუ 2 და 3. 2 და 3-ს მივუთითებ y-ს. და x-ი 1 და 8, 1 და 8 ჯობია. პრინციპში ეს ხო ზევით ახტება. მაგრამ ეს რანაირად ნაქნას, ანუ ჰაერში იქნებს უბრალოდ ამას, ხო, ზევით ახტება და ჰაერში მოიქნევს. მოდი ცოტა უფრო დიდს გავაკეთებ მაშინ. ეს იყოს 1 და 8 და ეს იყოს 2 და 5. ნუ აი ზევიდან ცოტა შანსი კონდეს რომ მოგარტყას რა. თავში მაინც. 1 და 8, 2 და 5. კაი, და ეთექ special, ხო? Recording-ი აქ ერთები ჩავწეროთ ისევ თავიდან. და მე-7 frame-ზე გვაქვს მოქნება. მე-7 frame-ზე hitbox-ი უნდა იყოს. Hitbox-ი უნდა იყოს აქ. ცოტა აქეთ უნდა იყოს. მე hitbox-ი მე-7 frame-ზე არ გამიმოძრავებია, პირდაპირ მე-8-ზე გავამოძრავე და მე-7 frame-ზე ანუ უნდა იყოს. hitbox-ი მოვნიშნოთ, move tool-ზე გადავიდეთ და სადღაც აი აქ უნდა იყოს. ხო? დაახლოებით. მე-7-ზე და მე-8-ზე ცოტა უფრო აქეთ. დაახლოებით აქ. ხო, ახლა ჩავწერ მაგას. მე-7-ზე hammer-ს მოვნიშნავ და hitbox-ი უნდა იყოს 2. 2 კაი არის. ცოტა კიდე დიდი შემილია 2 და 2 მაგალითად. და აქაც 2 და 2. კიდე 2 და 4 მაგალითად. აი ეს ეფექტიც რო აქვს მაგიტო რა. თუ ეს ეფექტი არ გვინდა და ეს უნდა მოგარტყას. აი თეთრი ეფექტი როა. ხო. აი თეთრი ეფექტი ხო აქ თვითონ უროს რომ იყვება და მე ხო რაღაცა ისენი არის, ფერადი რაღაცა. პრინციპში ფერადი არ უნდა მოგარტყას ჯერ. ხო? იყოს 1 და 8. ცოტაზე მოგარტყას მაინც რა, 1 და 7 მაგალითად. რაღაც ეს 1 და 7, 2 და 2. ეს არის მე-7 frame-ზე და მე-9 frame-ზე. აქ უნდა იყოს რამხელა 3, 5. 5 და 2 და 5, 3. ცოტა ზევით მაქვს ასაწევი თვითონ hitbox-ი. აი რაღაც ესე რო იყოს. და მეგონი ძალიან მომივიდა. აჩა. ცოტას დავაპატარავებ. 4 და 5. 4 და 5 ოკეია. x-ზე 4 და 5 ჩავწერე, y-ზე 3. აქ ეს ზომა არის და მე იზრდება და ამ ზომაზე დგება მე-9 frame-ზე. ოკეი. ეგ არის. დავასეიროთ ხა ეს და ჩავრთოთ წესი და იმუშაოს, რა თუ არაფერი გავიწყდება. ხო ურტყავს კაცო ეს. აი. ოპა. ხო. ახლოს თუ დგახარ იქ ორჯერ ხდება. რამდენი უნდა დააკლოს ეგ არ გვიწერია. damage amount-ი გვაქვს 0 და მეთქი რატო არ ყვდება. აი აქ damage amount-ი. თავიდან ხო 0 არის. კაი, ახლა რამდენი დავაკლოთ?
script-ში ჩავწეროთ. აქ case 1-ზე თუ damage amount-ი იყოს 1 პირველად ექსი ძახი? აი, მეორე ეთექსა. პირველი ეთექი ხო უროს მორტყმა არის, არა? აი. პირველი უროა, მეორეც უროა. მაგრამ ნახე. ხო, ამას ზევიდან იქნევს. ეთექორს ცოტა უფრო შორიდან იქნევს და ცოტა უფრო მეტი დავაკლოთ ამაზე ეთექ2-ზე, ვიდრე ეთექ1-ზე. ხო, ეთექ3-ზე რაღაც ეფექტს უშვებს, ამას ურტყამს. ოკეი. კაი, ჯერ ეს 3 გავაკეთოთ, მერე დანარჩენებს მიხედავთ. კაი, damage amount-ი პირველზე იყოს 1. მერე case 2-ზე იყოს 1.5, ხო? case 3-ზე იყოს მესამეზე, ხო? მაშინ ეს 0.5 თუ არ დავიწყოთ, ჩვეულებრივ უროზე 0.5 იყოს. ამაზე იყოს 1. მესამეზე თან ორჯერ ურტყამს რა, ორი შანსი აქვს რომ მოვარტყას, ჯერ ეს ურო და მერე ეს ეფექტი. ხო. მე პირველზე 0.5, მეორეზე 1. მესამეზე ერთები იყოს და 2 გამოდის, თუ ორივე მოვარტყა, ეგრე ხო არ ვქნათ? 1.5 იყოს, კაი. 1.5 იქნება ორივეზე. ორივეს თუ მოვარტყავს 3 არის უკვე. კაი, attack here. ჰაერიდან თუ მოვარტყა, ეს ყველაზე რთული იქნება იდეაში ეს რომ მოვარტყას და იყოს 2, ხო? ავაგდებს ჩვენ, კოდში ჩავუწერთ რა ხდეს. და special-ში ბევრი უნდა დაგაკლოს ეს. თან 2 ცალი აქვს. ეს თუ მოვარტყას 3 და 3. ჩვენ players რამდენი აქვს სიცოცხლე? მეც 5 მიწერ. 3 და 3 მოკლავს, ხო რა, special-ს თუ მოვარტყავს, მოკლავს და ეგ იქნება. ან თუ გინდა 2.5 ვქნათ. მაგრამ მაინც მოკლავს. ხო. აი იყოს 2.5. იყოს 2.5. damage amount-ი 2.5 იქნება. ოკეი, დავასეივოთ და ვნახოთ აბა. units დავასეივოთ. ასევე მოტრიალება არ გვიწერია ჯერ. ოპა. ეგრევე მოკვდა და თავისდან მეკლავს. ეს ხო არ ჩერდება და სულ კლავს და კლავს. ეს ხო არ დავტოვოთ, კაია. უი და მოძრაობა შეგილია. მოძრაობა შეგილია, ნახე, მკვდარზე. კაი, ეგ გავუკეთოთ რომ მოძრაობა აღარ შეგეძლოს. ეგ გავუკეთოთ player health-ში. სად გვაქვს? შევქმნათ ბული. იყოს public static ბული. დავარქვათ is alive. ცოცხალი არის თუ არა რა. და თავიდანვე იყოს static-ი ნიშნავს, რომ აი ამის საკუთრებაში გადადის. ისედაც ამის საკუთრება არის, მაგრამ სხვა სკრიპტიდან თუ რაღაცა public ცვლაც უკავშირდები, ჯერ ხო გჭირდება, რომ ზევით რეფერენსი შექმნა რა. public player health, რაღაცა დაარქვა player health და მერე უკავშირდები იმ public ცვლაც და თუ static-ი არის ეგ, public static ცვლადი თუ არის,
მაშინ აი საკმარისია რომ სხვა სკრიპტში ეს სახელი ჩაწერო იმის სკრიპტის player health და წერტილის მერე ეგრევე შემოგთავაზებს ამას სტატიკი რახან არის. ანუ აღარ გიწევს რომ ჯერ ის რეფერენსი შექმნა ჯერ public player health და რაღაცა დაარქვა და მერე გამოიყენო. პირდაპირ იყენებ რა ამას როგორც კი ჩაწერ სხვა სკრიპტში, მასე ვიზამთ ახლა. ხო და მანამდე სანამ ეს გვიწერია static bool is alive უდრის truth ხო ჩავწერეთ აქ ჩავწეროთ რომ როცა მოკვდება is alive გახდეს false ხო? ცოცხალი აღარ არის აქ რო კვდება. So, დავასეივოთ. ახლა player კი, ზუსტად ეგ უნდა გავაკეთოთ. რასაც ამოფეხლა. player moment-ში გადავიდეთ და update-ში ხო გვაქვს გამოძახებული. კი, ზუსტად. if-ი უნდა დავწეროთ და შევამოწმოთ, აი ნახე როგორ წვეთ ახლა player health if player health წერტილი is alive. is alive ხო player health-ში არის. აი ეგრევე ამ სკრიპტის სახელს წერ და წერტილის მერე გთავაზობს is alive-ს. ჩვეულებრივ public ცვლადებს არ შემოგთავაზებს ესე რო წერ სკრიპტის სახელს პირდაპირ. ჯერ ზევით უნდა შექმნათ თუ ჩვეულებრივ public ცვლადებთან კავშირი გინდა აქ უნდა შექმნათ ჯერ ზევით დაწერო public player health დაარქვან player health script და მე მაგას რაც დაარქვი იმას რო ჩაწერ მე შემოგთავაზებს უკვე ჩვეულებრივ public ცვლადებს და ამას რო წერ პირდაპირ უკვე public static ცვლადებს გთავაზობს რა მაგით რო შემოგთავაზა is alive და player movie გადავიტანეთ მანდ. Okay, წესით ვეღარ უნდა მოძრაობდეთ საერთოდ. არ დაატყვით დაგვარტყავს ესეთ. ხო. ხო, მოძრაობა აღარ შემიძლია საერთოდ, მაგრამ სულ ურტყამს და ურტყამს. პლეიერი მონიშნე და ანიმატორში გადადიება. და ნახე any state-დან player take hit-ზე რო გადასვლა გაქვს. მანდ მონიშნული გაქვს take hit-ი. და hit-დან exit-ზე has exit time უნდა გქონდეს ჩართული და quit condition-ში არაფერი არ უნდა გქონდეს. ხო. კაი და take hit-ი როგორ ქვია პატარა ასოებით? აი ამას რაც მონიშნული. არა, რაც ცვლადი რაც არის პარამეტრი, აი აქ. Okay, მაშინ იქაც ეგრე უნდა გეწეროს player health-ში. აი აქ, set trigger-ში. ეგრე გიწერია? player health script-ში. anim set trigger take hit-ი არ გიწერია? ხო, ეგ if-ის გარეთ უნდა გეწეროს, პირდაპირ damage-ში უნდა გეწეროს, health minus damage amount რო გიწერია, მაგის დაბლა ჩაწერე anim set trigger take hit. ოღონდ take hit ისე ჩაწერე, როგორც იქ გიწერია ანიმატორში. არა, true არ უნდა ამას ტრიგერი არის და პირდაპირ take hit. რთავს უბრალოდ რა. True და false იმას უნდა bulls.
ისიც გატესტე, რომ მოძრაობა აღარ შეგეძლოს იმის მერე, სიკვდილის მერე, players. სიკვდილი ილუპება თუ რო გირტყამს მაგას გულისხმობ, კიდე რო აგძელებს. ხო. და მე მომეწონა და დავტოვებ. თუ არ გინდა რომ დარტყმა გააგრძელოს, შეგიძლია რომ სად არის? Hammer manuscript ხო გვიწერია ეთექი. ჩვენ ამას ხო. ჩვენ ამას ვიძახებთ სად? როცა უახლოვდები, მაშინ არ ვიძახებთ detect player-ში. Player-ი თუ შეეხება, მან დირთვება invoke repeating-ით ეთექი და ყოველ ორ წამში ამეორებს. და არა, ეგ არ იმუშავებს, იმიტომ რომ ეს ერთხელ ხდება. ეს უკვე მომხდარია. რომ მოხკლა, ეს უკვე მომხდარი არის და ახლიდან აღარ მოხდება. სად შეიძლება რომ ეს დავაკენსელოთ. ერთი ვარიანტია რომ update შემოწმო, მაგრამ update შემოწმება ცოტა ის არის, რა ქვია. უფრო მარტივი კი არა, უფრო ისეთი. კარგი სად იქნება. რა შეგვიძლია იცი? რომ players ჩაუქროთ collider-ი. ხო? და collider თუ არ იქნა, ხო ვეღარ მოარტყამს. აი აქ მე ჩავწერ. ათაკს გააგრძელებს კი. მაგაში მართალი ხარ, ეთექს გააგრძელებს. მაშინ ეთექი რო გავაჩეროთ, ხო? ეთექი რო გავაჩეროთ. collider-ს თუ ჩაუქროთ, ამის collider-ს x-იც ხო გააკეთებს, თუ არ გააკეთებს. წესით გააკეთებს. კაი, მოდი აბა ვცადოთ collider-ის ჩაქრობა ჯერ. აი აქ player health-ში. აქ DS-ზე გადასვლა რო გვიწერია. ჩავწეროთ get component box collider 2 და გვაქვს, მე მგონი თუ კაფსული გვაქვს ამაზე. კაფსული გვაქვს. Capsule collider 2 და წერტილი capsule collider 2 და enabled ultras false. მაგრამ ეს ხო ჩავარდება. მაშინ უნდა გავაჩეროთ კიდეც. კაი, მოდი ჯერ ესე გავტესტოთ. თუ გაჩერდება ამისი ეთეკიც. ვახ. ჩავარდა ხო? და იმან მოვი გააგრძელა. ხო, იმუშავა. უბრალოდ აქ მაშინ უნდა ჩავწეროთ, რომ არ ბიცხო გვაქვს აქ თუ არ გვაქვს. იცი? get component rigid body 2 და წერტილი body. არა, პირიქით static-ზე გადავიყვანთ და გაშეშდება რა. ესე რომ ჩავწეროთ მაგალითად. მოიცა გავტესტო. ეგარ. და სირბილი გააგზავნა თავის პონჩი.
კაი, რავი, შენ თუ გინდა დატოვა, მე დავაკომენტარებ ამას. ჩემთვის არა პრობლემა რომ გააგრძელოს ეთექი და მაინც game over-ს ხო დავაწერთ და წინა ფონზე game over-ი ეწერება. გადაიწერე და ნახე აბა შეამოწმე. ოკეი, იყოს დაკომენტარებული ეს რამე თუ დაგჭირდა გამოვიყენებთ. Player health-ში კი. კაი. მით. ტესტ კაფსულა იქნება შენთანაც. ოკეი. კაი, ახლა შემდეგი რა გავაკეთოთ? ეთეკებს აკეთებს. ამის სიკვდილი მუშაობს. Player-ის ეთეკებში. ავახტუნოთ ის აღარ ვთქვით. Air ეთექზე. და Player-ის ეთეკებში ყველა გაკეთებული გვაქვს, ხო? enemy შემოტრიალება? აბა? შაუერს იძახი? შაუერით რო არ უყურებ მაგას იძახი? და მაინც რო არ ტყავს. ხო, მაგაზე ხო ვთქვით, რაღაცა სელექტივით რაღაც გაუგეთოთ რა მერე. აი, სხვა ენემიებიც რო გვეყოლება. რომ მონიშნო რომელი ენემის გინდა რომ ესროლო და მაგას ესროლოს რა. კაი, ახლა გავუკეთოთ ამას ჯამპი იმის დროს, რა ქვია. ჰამერმენის სკრიპტში. ეთეკის დროს, ეგ არის მეოთხე ეთეკი. აი ეს ამ ეთეკის დროს, როცა ზევით air ეთეკი ხდება, მაგ დროს ცოტა ზევით ავაგდოთ. ამის რიჯდიბადისთან კავშირი გვაქვს, შესაბამისად შეგვიძლია რომ ზევით დავამატოთ. აი აქ header movie სადაც გვიწერია, მან დავამატოთ public ანუ მისევით დავამატებ public float
jump force იყოს, რავი, ამის შემთხვევაში, იმიტომ რომ jump-ს აკეთებს და იყოს jump force. და სად არის მეოთხე кейსზე? აი აქ რო ახტეს. Float კი. Public float jump force. და აქ ჩავწეროთ, რომ RB წერტილი velocity უდრის vector 2 წერტილი up გამრავლებული jump force. ამითი ავარდება ზევით. და იმ ეთექს გააკეთებს. ამას ხო ერთხელ აკეთებს და ერთხელ ახდება რა. კი, იმითში ჩავწეროთ jump force რამდენი იყოს. სად არის Hammerman? Jump force კონდეს 10, ვთქვათ. ამას rigid body-ის gravity scale აქვს 3. და ნახოთ აბა როგორი ახტომა იქნება. რო გავტესტოთ მარტივად, ნახე რა ვქნათ, აქ range-ში 1-დან 6-მდე ხო ირჩევს ეთეკებს. და მარტო მეოთხე რო აირჩიოს ხოლმე 4-დან 5-მდე ჩაწერე. და მარტო მეოთხეს აარჩევს. ყველა ჯერზე. ანუ 1-დან 6-მდე ხო გვიწერია აქ range-ში და რო გავტესტოთ მარტო ეს air ეთეკი რო აკეთოს, რო გავტესტოთ ხდება თუ არა, კარგად. 4 და 5 ჩაწერე რა, 4-დან 5-მდე და მარტო 4-იანს აარჩევს აქ. ახლა სატესტოდ 4-დან 5-მდე ჩაუწერეთ და ახლა რომ მივახლოვდები. მშვენიერია. ცოტა მეგონი 8-ს ჩავწერ. ძალიან მაღლა. რო არ ახტეს ხა ძალიან ის არის რა ქვია. წეს ვერ უნდა ახტეს ისეთი აგებულება აქვს. აჰა, და იმასაც თავშიც არ ტყამს რა. ოკეი, მშვენიერია. აი, აქ დავაბრუნებ 1-დან 6-მდე. მუშაობს? მივთითე აქ jump force. 8 ჩავწერე მე და gravity scale 3 აქ rigid body-ში. შეგიძლია ეგეც გადაამოწმო. მუშაობს? ოკეი. 1 და 6 კი. ამას ხო სლაიდიც აქვს, ახლა გამახსენდა. აი აქ ანიმაციებს შევხედე ახლა პლეიერის და როლი აქვს defend-ი, ნუ defend-ი ცოტა მერე გავაკეთოთ. და მე თუ სწორად მახსოვს სლაიდიც ქონდა, მეცა. როგორ? მარჯვენა ღილაკს დააჭირე ანიმატორს close tab. და ზევით window, animation და animator.
ეს სლაიდი გაკეთებული გვაქვს, სლაიდზე გადასვლა. Shift-ზე გვაქვს. მოიცა. ხო. Player slide. არა, ანიმაციაც გქონია. მოიცადე დროს, ნახო. კი, სრიალდება. ნახება შენთანაც მარცხენა Shift-ს რო ვაჭერ, მაშინ სრიალდება. ხო. ეს ნახე რაღაც ბაგი ვიპოვა. ანუ სლაიდის დროს თუ მოკვდები. სიკვდილის ანიმაციაზე აღარ გადადის. აი, გაიჭედა ახლა. ხო და მე მგონი რა ჯობია, იცი? პლეიერის ანიმატორში. ჩვენ გვაქვს hit-დან DS-ზე გადასვლა. და hit-ს რო აკეთებს, მე სლაიდზეც გადადის რა თან. და მე სლაიდზე რო გადადის, რო მოკვდა, უკვე სლაიდიდან DS-ზე გადასვლა აღარ შეუულია. იმიტომ რომ მარტო take hit-დან შეუულია ახლა DS-ზე გადასვლა, ეგრე გვაქვს აკეთებული transition-ი. და წეღარ მე ბოლო hit-ის დროს სლაიდს რო აკეთებდი, სლაიდის ანიმაციაზე გადავიდა და სლაიდიდან მე DS-ზე ვეღარ გადავიდა. მაგიტო გაიჭედა, ამიტომ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. take hit-დან DS-ზე გადასვლა წავშალოთ. Player-ის ანიმატორში ვართ. Take hit-დან DS-ზე რო გადადის, transition-ი მოვნიშნოთ. პირდაპირ delete-ს უნდა დააჭირო კლავიატურაზე, ან margin რომ მინუსი აქვს. Take hit-დან DS-ზე გადასვლა, კი. ან delete-ს დააჭირე პირდაპირ, ან მინუსს დააჭირე margin-ზევით. და any state-დან გავაკეთოთ DS-ზე გადასვლა. Control-ს დააჭირე და დაბრუნდება. Take hit-დან DS-ზე გადაყვანა არ გიწერია? აბა სიკვდილზე როგორ გადადიოდა? Player-ის ანიმატორში ხარ ნამდვილად? ხო, ანუ any state-დან გააკეთე ხა player DS-ზე გადასვლა. და player DS-დან არაფერზე აღარ უნდა გადასვლა, დარჩება იქ. და any state-დან რო player DS-ზე გადადის, მან setting-ებში transition duration-ი გავანულოთ. დაყოვნება რო არ კონდეს. კი, player DS-ზე. შენ ანუ any state-დან გქონია. მე მქონდა ანუ take hit-დან DS-ზე. და შენ როგორც გქეხა მეც ეგრე ვაკეთებ, იმიტომ რომ წეღანის ბაგი იყო და მაგიტო. DS true გაქვს ხო იმაზე? შენთან არ იქნება შესაძლებელი. აი DS true მოვნიშნე player DS-ზე გადასვლაში. So. კაი, აბა ახლა გავტესტავ. შენთან ეგ ბაგი არ იქნებოდა, ანუ წეღა მე რაც ვიპოვა. მოკვდა. მაგრამ ნახე, ცოტა გაბაგა იმის ანიმაციამ, ანუ სლაიდიც რო მოკვდა, მაგრამ სლაიდიც ხო true იყო. და თან სლაიდის ანიმაციაც გააკეთა წამის მიასეთში. DS-იც გააკეთა, მე სლაიდი და მე ხო და მეგონი კარგი იქნება თუ player health-ში გამოვხდოთ, ხო? აი play ხო, ანუ DS-ი ხო, რო ყვდება კი. DS true ხო გვიწერია აქ სიკვდილზე. აქ ჩავწეროთ anim.setful
slide false. Slide-ი გაფოლსდეს და DS-ზე გადავიდეს. ეს შეიძლება jump-ის დროსაც გქონდეს. ან შეიძლება არ გქონდეს. jump-ირითი გვაქვს. ტრიგერით გვაქვს. აიცა ვნახო. ტრიგერით გვაქვს, მაშინ ტესტ არ იქნება jump-ს. ეს ბულები რახან არის, მაგიტო ცოტა ებრძვიან ერთმანეთს, რა ორივე თრურო არის და ორივე ანიმაციაზე გადადის და ავხტებით ან და არა, ავტომაზე არაა პრობლემა. მოიცა სლაიდზეც გავტესტო. ხა გადამაგდო საერთოდ იქიდან. ეხლა რა ქონდა, იცი რატო გადავარდი, იცი? რომ მოძრაობდი. ანუ ეს რაღაც velocity ხო აკრეფილი მქონდა. მოძრაობაში მოვკვდი რა. და მოძრაობაში რომ მოვკვდი, ხო გავთიშეთ ჩვენ ყველანაირი მოძრაობა. მაგრამ ის რაღაცა ინერციით ხო მიდიოდა. ის velocity ხო აკრეფილი ქონდა და მაგიტო წავიდა რა. ხო და ეგ velocity ხო არ გავანულოთ. ჯობია. აი გავაკეთოთ get component. rigid body 2D. და აქ გავაკეთოთ velocity უდრის vector 2 წერტილი 0-ს. ანუ განულდება რა საერთოდ. აქ როგორ? 0 გახდება x-ის და y-იც რა. თუ მაგალითად ზევიდან ვარდება მაგრამ ზევიდან თუ ვარდება მე ჰაერში მოკვდება, ეგ არ გვაწყობს. მოდი აბა გავტესტავ. არა, ჩამოვარდა ჩვეულებრივად. მოიცა და slide მოძრაობაში მოკვდები ახლა. ვახ. გადავარდა. ვერ მოვასწარე slide. ხო. ახლა მეგონი მოვასწარი და იქვე გაჩერდა. იქვე აჩერებს. ოკეი. ახლა გავაკეთოთ აქ აქვს ამას projectiles and effect-ში arrow hit-ის ანიმაცია. ხო? და რო ვიცოდეთ რომ arrow-ს ვისვრით. აი poison-ი ხო ცალკე აქვს, entangle ცალკე აქვს და ჩვეულებრივი hit-ი ცალკე აქვს რა ამ arrow-ს. და მე diagonal arrow-საც ეგრე აქვს, ჩვეულებრივი hit-ი და მე hit turns. ამას მე ჩავამატებთ ჯერჯერობით ჩვეულებრივ arrow-ზე გავაკეთოთ. arrow hit entangle და arrow hit poison. აქ სად არის prefab-ი, სად გვაქვს? ჩვეულებრივ arrow-ს prefab-ი. ანიმატორში ესენი ხო აწყობილი გვაქვს. arrow hit-ზე გადასვლა, entangle-ზე გადასვლა, poison-ზე გადასვლა.
და იქ player attack-ში გვიწერია ჩვენ ხომ სად არის shoot arrow რა ხო სხვადასხვა ტიპის ისრები ჯერ არ გვაქვს გაკეთებული მაგრამ იმას ვიძახი ანიმაციაზე გადასვლა მეგონი გაკეთებული გვაქვს აი კი enemy health-ში გვიწერია რომ arrow კი enemy health-ში გვიწერია რომ arrow კლონი თუ ხდება set trigger hit-ზე გადადის ოღონდ ერთ ანიმაციაზე გადადის მხოლოდ იმ entangle-ზე და poison-ზე არ გადადის ჯერ ნახეაბა enemy health-ში enemy health script-ში ანიმატორში ეგ arrows ანიმაციები არის arrows prefab უნდა მონიშნო ხო და ანიმატორში გადახვიდე ნახავ წესით ესენი გაკეთებული გვაქვს ტრანზიშენები ხო უბრალოდ აქ გვიწერია რომ უბრალოდ hit-ზე გადავიდეს რა რახან თავიდან ჩვეულებრივ arrows ისვრის ხო და ეხლა რაღაც სამი ფოტო ავიღოთ სამი ისრის ერთი ჩვეულებრივი იყოს ერთი entangle იყოს და მესამე poison და რაღაც კოდი დაუწეროთ რომ ცვლილება შეგეძლოს რა რომელი ის არის გიჭირავს რომ ის არის გაისროლო რაღაც ეგეთი გავაკეთოთ მოდი ჯერ ეგ გავაწყოთ იმაში კანვასში კანვასი აქ ჯერ არ გვაქვს ხო აი აქ იერარქიაში მაუს მარჯვენა ღილაკს დავაჭიროთ UI და კანვასი კანვას რომ ვუნიშნოთ კი event system-ი ჩაემატება რო ღილაკებზე დაჭერა აღიქვას მარჯვნივ ამას გამოვიყენებთ მე ღილაკებზეც სცენის ცვლილების დროს მარჯვნივ render mode-ში screen space overlay რო აწერია აქ გადავცვალოთ screen space კამერაზე და render კამერაში აქ ჩავაგდოთ main კამერა non კამერა რო აწერია მან და ზუსტად კამერის ზომაზე დაჯდება და კანვასში კი main კამერა და ქვევით virtual კამერა არის რომ აიძულებს main კამერას რომ გაყვეს players კოდი უწერია რა package-ი რო ჩავიწერეთ თუ გახსოვს cinema-შინი ხო ქვევით აქ canvas-ზე სადაც main კამერა ჩავაგდეთ მაგის ქვევით აქვს canvas scale-ი და აქ UI scale mode-ში აქვს constant pixel size არჩეული აქედან გადავიყვანოთ ჩვენ scale-ის screen size-ი და აქ ჩავწეროთ 1920, აქ 1080, რომ full HD-ზე ავაწყოთ. და აქ 0.5 ჩავწეროთ, რომ აი 1920 და 1080. 1920, 1080. აი game შეგვიძლია გადახვიდე და full HD-ზე გვაქვს გადართული. აწერია 1920, 1080 პიქსელების რაოდენობა. და აქ 0.5 ჩაწერე, მე იქ 0 რო წერია match-ზე. ეს არის scale რო შეგვიძლია, მაგრამ ის არის იყოს ანუ full HD-ზე ავაწყობ და 4K-ზეც კარგად გამოჩნდება და უფრო დაბალ რეზოლუციაზეც. აი match რო წერია 0.5 ჩაწერე აქ. ანუ სიგანეს და სიმაღლეს პროპორციულად გაადიდებს ან დააპატარავებს იმ ღილაკების და UI-ის ნაწილს რა. შენ თუ დიდ ეკრანზე გახსნი scales გააკეთებენ პროპორციულად ის ღილაკები დიდი ეკრანისთვის. თუ პატარა ეკრანზე გახსნი, scales გააკეთებენ პროპორციულად პატარა ეკრანისთვის. და აქ რო კუთხეში დააყენებ, დიდ ეკრანზეც კუთხეში იქნება უფრო დიდად და თუ მობილურში გახსნი, კუთხეში იქნება უფრო მობილურის ზომის შესაბამისად რა. screen-ის size-ი რამხელაც არის მობილურის, მაგის პროპორციულად. კაი, ეს დავასაივოთ. ახლა შევქმნათ აქ image-ი. მარჯვენა ღილაკი, canvas-ზე, UI და image. დავარქვათ arrow image.
არა, image. UI image. არა, arrow-ების მაჩვენებელი, რომელ arrow-ზე გადართული. რომ select-ი გააკეთო რა. რომ ის კონკრეტულ arrow-ზე რომელსაც გადართავ, ეგ ისროლოს. ეგ arrow. ანუ იდეაში ერთი და იგივე arrow-ს ისვრის მაინც, მაგრამ რომელსაც ისვრის, თქვათ poison arrow-ს თუ ისვრი, რომ მოხვდება enemy-ს. გადაამოწმებს რომელი ისროლე, შენ გასროლის მომენტში რომელზე გქონდა გადართული და poison-ზე თუ გქონდა, poison-ის hits ანიმაციას გააკეთებს რა. თუ ჩვეულებრივ arrow-ზე გქონდა, როცა გაისროლე, მაშინ ჩვეულებრივ arrow-ს hits გააკეთებს. ანუ ის ანიმაციები რო ვცვალოთ იმის მიხედვით, რომელზე გქონდა გადართული სროლის მომენტში. მიხდი ხო? კაი, arrow image დავარქვით, ეხლა მარჯვნივ წითელი პლუსი რო აქვს, middle center რო აწერია. დავაჭიროთ ამას, მერე alt-ს დავაჭიროთ და მარჯვენა ზედა კუთხე ავირჩიოთ. რომ მარჯვენა ზედა კუთხეში მიეწებოს ეს image. რომ მიეწებოს რა, მიეწებოს აქ. რომ მერე ის scale with screen size რო გააკეთებს, ახლა რასაც ხსნიდი, რომ პატარა ეკრანზე რო გახსნის. აი იქ იყოს მიწებებული. აი ეს თუ არ გააკეთე, პატარა ეკრანზე რო გახსნი, ჩამოაჭრის რა, ეს ეკრანი აქამდე დაპატარავდება და ბათონი ან იმიჯი ბოლომდე არ გამოჩნდება, ჩამოჭრილი იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ კუთხეებს მიაბა, ან შეიძლება კუთხე არ იყოს და ზედა მხარე იყოს უბრალოდ ეს. რომ თვითონ ეს screen-ი რო scales გააკეთებს, ან ზევით წავა ან ქვევით, იმის მიხედვით გადიდება თუ დაპატარავდება. ეს მუდომ გაყვეს მაგ იმას რა, screen-ის იმას კიდეებს. მაგიტოა მიწებება საჭირო. კაი, ახლა აქ source image-ში ჩავაგდოთ. აქ arrow დავსერჩოთ. და აი ჩვეულებრივ arrow image-ზე arrow image ხო დაარქვი. arrow image ხო დაარქვი ამას. image. მარჯვნივ arrow image დაარქვი. ან ხო, რავი. რო არ აგერიოს მერე რა, ხო? ხო, თუ მიხვდები, ოკეი. მარჯვნივ აი source image non sprite რო აწერია, მანდ უნდა ჩავაგდოთ ახლა რომელიღაცა arrow, უბრალოდ რომ ფოტოსთვის გამოჩნდეს. და ქვევით search-ში ჩაწერა arrow. რომ გამოგიჩინოს ის ფოტოები arrow. arrow image რო ნიშნავ მარჯვნივ ვერ ხედავ source image-ს. ხო. ქვევით დასერჩე ახლა ფოლდერში arrow. და აი ცოტა ჩამოსკროლე. და აი ჯერ ჩავაგდოთ ჩვეულებრივ arrow. აი უბრალოდ arrow რო ქვია. მაგრამ პატარა არის ძალიან. ესე გადიდება არ გვაწყობს, ანუ ძალიან პატარაა. მაშინ რა ვქნათ, იცი? მოიცადე მაშინ ესე ვქნათ რა. აქ აღარ დასერჩო arrow. წადი ის arrow-ს ანიმაციები სადაც არის. და აი arrow hit-ის ანიმაცია სადაც არის მაგალითად. და აი რომელიმე arrow-ს, აი თქვათ arrow hit 6 რო ქვია. ხო, მე 6. გავუკეთოთ დუბლირება, მონიშნე და control D-ს დააჭირე. დაერქმევა მაგას arrow hit 6-1. ოკეი. ეხლა ნახე, arrow image მონიშნე, ისევ და მაგ non sprite-ში ჩააგდე ეს arrow hit 6-1. ისევ პატარა იქნება. მაგრამ ნახე ახლა რაც გავაკეთებთ. ეხლა მონიშნე ფოტო, ქვევით arrow hit 6-1 თვითონ ფოტოს გავზედით, ხო? ეს მონიშნე და აი აქ იმაში sprite editor-ში პირდაპირ რო ამოვჭრათ. ნახე როგორ ვქნათ single-დან გადაიყვანე multiple-ზე.
მერე sprite editor-ს დააჭირე, apply-ს დააჭირე და რომ შევა მარცხნივ ზევით დავაჭიროთ slice და slice და ამოჭრის თვითონ ფოტოს. მან დაწერია, ანუ რომ მონიშნა ფოტოს მარჯვნივ აწერია sprite editor-ი. apply, მერე slice-ი მარცხნივ ზევით, მერე ისევ slice-ი ქვევით და ამოჭრის აი ძალიან ახლოს იმ ისარს. ამოჭრა? ოკეი და apply-ს დააჭირე მარჯვნივ ზევით კუთხეში. და შეგვიძლია გამორთო sprite editor-ი. ახლა ხო, ისევ თეთრია ჩვენა. ეხლა arrow image მონიშნე და იქ missing sprite ხო აწერია. აქ ქვევით ფოტოს რო პატარა ღილაკი აქვს, მაგას დააჭირე. და გამოჩნდება ეგ ამოჭრილი. მოკიდე და გადააგდე. ეხლა ეს ძალიან დიდი ხო არ არის. მოიცა და აქ დააჭირე preserve aspects. preserve aspect გაწერილი არის ცოტა და მაგიტო. აქ მონიშნე preserve aspect და გასწორდება. მოიცა game-ში როგორ ჩანს. ხო, ცოტა რო გამოწიოთ, კაი იქნება კი. მუთულზე გადართე და გამოწი. ხო. მუთულით შეგვიძლია გამოწია. ოკეი, ეს დავასეივოთ. ეხლა უნდა ვქნათ იგივე hit entangle-ზეც რომელიმე ფოტოზე და poison-ზეც. რო ეგენიც ჩავყაროთ მე აქ, რო ჩავანაცვლოთ ხოლმე რა, რომელზეც გადართავ ეგ ფოტო გამოჩნდეს. და ესენი სხვა პატარები არის. ესენიც უნდა გავადიდოთ. ამოვჭრათ. რომელი იყოს აქ აქაც ბოლო იყოს? აი ეგ უფრო ეტყობა. იყოს თქვათ ეს ბოლო, გავუკეთოთ დუბლირება, ამასაც Ctrl D. დუბლირებულს მარჯვნივ single-დან გადავიყვანოთ multiple-ზე, შევიდეთ sprite editor-ში. Slice გავაკეთოთ. და apply. და apply, ხო, დიდი ყოფილა. შეიძლება არც მოუხდეს იქ, მოიცა. აბა სატესტოდ ჩავაგდებ. არა, კაია. კაია. რა მე მომეც. ის entangle ეს ბოლო რაც არის, დუბლირებული რაც ამოვჭერით ეგ. რა არის? არა უშვის ჩავაგდე. ხო, ეხლა poison-ზეც იგივე ვქნათ. poison-ის რომელი ჩავაგდოთ. აქაც ბოლო იყოს რა. თუ ეს ჯობია. აი ეს მეოთხე ხო არ ჯობია, ის ეფექტებიც აქვს. მეგონი მეოთხე ჯო. კი, მაშინ მეოთხე იყოს, მეოთხე poison arrows ფოტოს გავუკეთოთ დუბლირება. მარჯვნივ single-დან გადავიყვანოთ multiple-ზე, შევიდეთ sprite editor-ში. Slice. ოპა, აქ არ გვაწყობს ესეთი slice. იმიტომ რომ ცალკეულად დაიჭრა, ხო? მაშინ ახლა რა შეგვიძლია? თვითონ არა, ნახე, კლიკი გააკეთე აქ. და ესე ამოჭერე. და მერე დააჭირე აი მას. არა, მოიცა apply-ს კი არა. აქ როგორ ჭრის კი არ მახსოვს grid by cell size. არა, ეს არ გვაწყობს. არც ეს. grid by cell count-ი? არა. მოიცა. წამით. აქ რო ეს მოვნიშნო და slice დავაჭირო. არა შუა.
მახსოვს რომ აქ პირდაპირ შეგეძლო ესე ამოჭრა და რატო აღარ შეგიძლია? მოიცა. არა, custom ერთი წამით. ოკეი. არა, მოიცადე. ერთი წამით. მაგრამ ეგრევე სლაის არ მაკეთებინებს. რატო? ისო დავაპატარავთ პირდაპირ. არა, შუა. მიცა. ერთი წამი. გამოვიდე თავიდან ქნა. პირდაპირ ტრიმს დააჭირე. რო შეხვალ. და apply. მარტივად ყოფილა არ მახსოვდა. ანუ sprite editor-ში რო შეხვალ, აქ trim ხო აწერია. პირდაპირ დააჭირე და ამოჭრეს. და მე apply. ახლა ხო. მაგრამ მაგ მონიშნის გარეშეც უნდა ქნას წესი trim. ქნა? უყურე, რო შეხვალ. რო შეხვალ. ხო, პირდაპირ trim-ს დააჭირე. всё. კაი, ახლა ნახოთ აბა arrow image მოვნიშნოთ და რომელი იყო? ეს. ჩავაგდოთ აბა სატესტოდ. ეგ არის. კაი. ეთყობა, რანაირიც არის. გარჩევადი არის. კაი, დავასეივოთ. პირველი რომელი იქნება ჩაგდებული, დიდად მნიშვნელობა არ აქვს. პრინციპში მოდი ხო. მაგრამ მოდი პირველი იყოს თავიდან, რომ არ მოგვიწიოს ყველა შეცვლა. ჩვეულებრივი იყოს თავიდან რა, მაინც ხო ჩვეულებრივზე დავაწყებინოთ თავიდან და მე გადავაცვლევინოთ entangle-ზე და იმაზე. კაი, ახლა მოვიფიქროთ როგორ გავაკეთოთ ეგ გადართვა switch-ი რა. ესე ხო არ ჯობია, ერთი იდეა რაც მაქვს. რომ ან ეგრე, ან ისრებით ხო არ გავაკეთოთ, ზედა და ქვედა ისარით. რომ აი რაღაცა ლუპივით შევქნათ რა, წარმოიდგინე ნახე. თუ ჩვეულებრივი რო უზე გადართული, აი აქ ქვედა ისარს თუ დააჭერ, გადავიყვანოთ entangle-ზე. მერე კიდე ქვედას თუ დააჭერ, გადავიყვანოთ poison-ზე. და მერე კიდე ქვედას თუ დააჭერ, გადავიყვანოთ უკვე იმაზე, ჩვეულებრივზე. ანუ ლუპი იყოს რა. ხო, რო ტრიალებდეს კი. თუ მაგალითად ჩართავდა ჩვეულებრივზე არის და ეგრევე ზევითაც დააჭერ, poison-ზე გადაგიყვანს, აი ბოლო რაც არის მაგ იმაში, წრეში. ანუ წრე რო იყოს რა მოკეთ და ესე წრეზე დადიოდეს. მე მგონი კაი იქნება. თან arrows გადართვა რა ხან არის, ისრებზე გვექნება რა. ეს ისიც arrow-ა, ესეც ისრებს დააჭერ რა, ზედა ქვედას. თან საინტერესოა უფრო მაგ ლუპის გაკეთება. ვიდრე ხა ის შედარებით უფრო მარტივი არის. ერთიანს რო დააჭერ, ამ arrow-ზე გადაიყვან, ორიანს რო დააჭერ, ამ arrow-ზე გადაიყვან და ეგრე. და ეს ლუპის გაკეთება უფრო საინტერესო იქნება. კაი. შევიდეთ სკრიპტში. ოღონდ ახალი სკრიპტი შევქნათ, მე მგონი ჯობია.
ახალი სკრიპტი შევქმნათ, ერქვას select ან arrow select, ესე ერქვას. რომ დაასელექტო arrow რა, რომელი გინდა. ეს arrow select უნდა ქონდეს players. Players მივაბად. პარემ. და გავხსნათ. კაი, აქ რა დაგვჭირდება ახლა ზევით. დაგვჭირდება წვდომა image-ზე. ხო? arrow image-ზე. და მერე დაგვჭირდება წვდომა სამცალ sprite-ზე. ჯერ იყოს, image-ს რო დავუკავშირდეთ, ზევით გვჭირდება using Unity Engine .ui. ისე ვერ დავუკავშირდებით image-ს, იმიტომ რომ UI-ის ნაწილია. და აქ დავწეროთ public image arrow image. ერქვას მერე public sprite გვინდა. ახლა სამი ცალი გვინდა, მასივი შევქმნათ. sprite-ების მასივი. მასივის აღნიშნული ფრჩხილები და დავარქვათ arrow sprites. და ანუ მიმდინარე რაღაცა ინდექსი შევქმნათ რა. მიმდინარე arrow-ზე რომ მივხვდეთ რომელზე აქვს გადართული. აი თქვათ ინდექსი 0-ზე იქნება პირველ arrow-ზე, ინდექსით 1 იქნება მეორე arrow entangle და ინდექსით 2-ზე იქნება poison arrow. უნდა წაშალო თავიდან დაწერო. ანუ არასწორად წერს სახელს აშკარად. გამოტოვებას საკეთებ ალბათ სიტყვებს შორის. მაგ დროს აქვს ხოლმე პრობლემა მაგას. ყოველთვის. წაშალე და თავიდან შექმენი. გაზიარება. გაზიარა. Game. Გადი unit-ში. წაშალ. კონსოლში გადადი აბა ერწამს რაღაც ერორი ხო არ არის? თუ სხვა ერორია ეს. ეს იმის ერორია, კაი, clear დააჭერ.
მარჯვენა ღილაკს დააჭირე, ხო? შექმენი და ეგრევე დაარქვი სახელი. Create arrow select დაარქვი, აბა, arrow select. დიდი ასოთი დაარქვი select, რომ გამოყოფილი იყოს ეს ისენი. Enter. არა. ერთამ დაელოდე, ჯერ უნდა ჩაიტვირთოს ეგ. აი მარჯვენა დაბლა ხედავ, რო იტვირთება? არა, იტვირთება ჯერ მარჯვენა დაბლა დაინახავ compiling scripts. ანუ სკრიპტის შექმნას უნდა დაელოდო. ჯერ არ არის ბოლომდე შექმნილი. ეხლა მიაბი, აბა. ხო, ანუ არ ელოდებოდი რა და მაგიტო არ იყო ჯერ შექმნილი სრულად და მაგიტო ვერ პოულობდა. დაელოდე ხოლმე რომ შექმნი სკრიპტს ცოტა ხანი და რო ჩაიტვირთება, მერე მიაბო. კაი. აქ დაწერე ხა ეს ჯერ ზევით using Unity Engine UI და მერე ეს Unity Engine UI თუ გაზიარებულს უყურებ დაინახავ წესით. და მერე ორი ცვლადი უნდა შექმნა, public image, arrow image და public sprite-ის მასივის ფრჩხილები მერე და arrow sprites დაარქვი მაგას. Public image, arrow image. და public sprite on sprite-ის მარჯვენა ჩვეულებრივ ისა კვადრატული ფრჩხილები როა ჩვეულებრივ მასივის აღმოჩენილი ფრჩხილები ეგ დაწერე გახსნა დახურვა. და მაგას დაარქვი arrow sprites მრავლობითში. წერე? კაი. ახლა შევქნათ ერთი void-ი. მოიცადე სანამ void შევქნით. current index-ით შევქნათ რა იმის arrows. int current arrow index ესე ერქვას. მიმდინარე arrows index-ი რა, ანუ მიმდინარე ნიშნავს რა, რომელზეც გაქვს გადართული, რომელიც ჩანს იქ image-ში. ახლა ჩავწეროთ void-ი next arrow ერქვას ამას, ანუ შემდეგზე რო გადართო რა. თავიდან current arrow index-ი ხო 0 იქნება და იქნება გადართული ჩვეულებრივზე. ხო, და თუ თქვათ ქვევითა იმას დააჭერ, ან next თუ გააკეთებ next arrows, ეს current arrow index ხო უნდა გავზარდოთ, რომ ერთზე გადავიდეს. plus current arrow index plus. და იქამდე გავზარდოთ, სანამ აი if-ში შევამოწმოთ თუ current arrow index-ი მეტი ან ტოლი აღმოჩნდება arrow sprites წერტილი length-ზე. arrow sprite-ში ხო ჩვენ 3 ცალი arrow გვექნება ჩაგდებული.
შესაბამისად arrow sprites length იყოს 3 არის და current arrow index-ი თუ გაუტოლდება 3-ს, ანუ ბოლო arrow-ზე იმას ქენი რა. რა ქვია, ბოლო arrow-ზე მიხვედი. ბოლო arrow-ზე თუ მიხვედი, აქ current arrow index-ი უნდა გავანულოთ. რომ ბოლო arrow-ზე რო დააჭერ ამ next arrow-ს, გადაგიყვანოს პირველ arrow-ზე. current arrow index-ი 0 რო გახდება, პირველ arrow-ზე გადავა. იმიტომ რომ თავიდანვე current arrow index-ი 0-ია და მაგ დროს პირველ arrow-ზე არის. და ამის მერე ჩავწეროთ, რომ image-იც დააპდეიტდეს ეგ რა, ანუ ვიზუალურადაც გამოჩნდეს, მაგრამ ვიზუალურად გამოჩენა ცალკე void-ში ჩავწეროთ ჯობია. ამის გარეთ ჯერ void-ი დავწეროთ. ამას დავარქვათ. არა, არ არის აუცილებელი. arrow image update რაღაც ესე ერქვას. რომ დააპდეიტეს arrow-ს image-ი რა. და აქ ჩავწეროთ, რომ arrow image წერტილი sprite უდრის, ანუ ეს ხომ მაგისთვის შევქმნით, რომ ეს image-ი ჩავაგდოთ. და ამ image-ის sprite-ი, ანუ ამას ვეუბნებით რა, ეს უდრის arrow sprites. arrow sprite-ებში ხო ის სამივე ფოტო გვექნება. მასივის აღმშვენელი ნიშანი და current arrow index-ი რაც იქნება, ეგ sprite-ი ჩააგდოს რა. თუ current arrow index-ი 0 არის, ამ მასივში მენულე ელემენტზე, რომელი ფოტოც გექნება ჩაგდებული, მაგ ფოტოს ჩააგდებს იმის arrow image-ში. და ეს arrow image update-ი გამოვიძახოთ აქ if-ის მერე. next arrow-ში. რო ყოველ ახალ arrow-ზე, next arrow-ზე გადასვლისას დააპდეიტდეს ეს arrow image-ი რა. და აქ რასაც უდრის ეს current arrow index-ი. მაგ ეგ რიცხვი ჩაიწერება აქაც და შესაბამისად მაგ რიცხვის შესაბამისი ფოტო ჩავარდება იმის arrow image-ის sprite-ში. ანუ ვიზუალურად დაგანახებს მაგ ფოტოს რა. დაწერა? Okay. ახლა რაღა loop-ის გაკეთება გვინდა, ეს ხო next-ი იყო. გავაკეთოთ ცალკე void-ი, ამას ერქვას წინა arrow რა, ანუ წინაზე რო გადავიდეს რა, შემდეგზე კი არა, უკანაზე. ანუ previous ეგრე ერქვას. previous როგორ წერება? previous arrow. ასე დავარქვათ. ის ხო next arrow არის, ეს არის previous arrow, წინა arrow. აქ უკვე ხო გამოკლება გვინდა, იმიტომ რომ თუ მეორე arrow-ზე ხარ, თუ წინა arrow-ზე დაბრუნება გინდა, ანუ პირველზე უნდა გადავიდე, შესაბამისად გამოკლება გვინდა, ანუ current arrow index უნდა გამოაკლდეს 1 -. და აქაც შევამოწმოთ if-ით. თუ current arrow index ნაკლები აღმოჩნდება 0-ზე. ან 0-ზე როცა არის, ხო, ყველაზე ზედა arrow-ზე არის, ანუ პირველზე. და თუ შენ მაგ დროს previous arrow გამოიყენე, ანუ ზევითა ის არის დააჭირე, ვთქვათ, მაგას მერე ჩავწერთ. მაგ დროს ხო -1 გახდება აქ current arrow index-ი. შესაბამისად აქ შემოწდება თუ current arrow index-ი ნაკლებია 0-ზე, ანუ -1 ნაკლები იქნება 0-ზე. მაშინ აქ ჩავწეროთ, რომ current arrow index-ი აქ შეგვიძლია პირდაპირ უდრის 3-ს ჩავწეროთ და ბოლო poison-ზე გადაიყვანს, მაგრამ ხო შეიძლება მე ბევრი arrow გქონდეს რა, ბევრი სახის arrow გქონდეს მაგალითად. ნუ ეხლა ამ თამაში არ გვაქვს, მაგრამ ისე ვიძახი რა ზოგადად. და ამიტომ ესე ჩავწეროთ ჯობია arrow sprites წერტილი lengths
length-ი რამხელაც არის. ხო 3 არის, მაგრამ ინდექსი 3-მდე არ ადის. ინდექსი ადის 2-მდე. 0, 1 და 2. ეგ ხო 3 ფოტო არის, კი? ანუ length -1. ანუ 2-ს რო გავუტოლდეს, 2-ზე ხო poison-ი იქნება, poison-ის ფოტო. წეხან არასწორად თქვი, აქ 3 კი არ უნდა ჩავწეროთ, რო რამე, 2 უნდა ჩავწეროთ, რო poison-ზე გადავიდეს. და ეგ 2 სხვანაირად არის arrow sprites წერტილი length -1. თუ 10 ცალი ფოტო გექნება მერე 10 სახის arrow გექნება. შესაბამისად, ბოლო arrow ხო მე-9-ზე იქნება ინდექსით. შესაბამისად, მაგ arrow-ზე გადავა რა. ანუ ყველა ნებისმიერი რაოდენობის arrow-ზე იმუშავებს ეს, არა მარტო 3-ზე. და ამის მერე zero image update-ი ისევ გამოვიძახოთ აქ. რომ ვიზუალურადაც დააპდეიტდეს. დაწერა? აქ void რა დაარქვი, arrow image update არ დაარქვი? როგორც დაარქვი, ეგრე უნდა ჩაწერო. შეგვიძლია მოაკოპირო სახელი. ხო გარეთ გიწერია ეგ void-ი. ანუ დამოუკიდებლად. დააკვირდი კარგად ანუ. დააკვირდი კარგად. void arrow image update არ დაწერე მან? ვიზუალურად რო იცვლება ეს arrow image-ი? ხო. აი მაგ void-ს რაც ქვია, ეგ უნდა გამოიძახო. ზევით სწორად გამოიძახა, next arrow-ში სწორად გაქვს გამოძახებული, არ აწითლებს? ორივეგან გვაქვს ეს გამოძახებული, next arrow-შიც და previous arrow-შიც. ნახება? ანუ სწორად არ გიწერია სწორად ანუ. ეს void-ი ნამდვილად გარეთ გიწერია, ანუ დამოუკიდებელი void-ი არის, დამოუკიდებელი ტიპია? ეს ნამდვილად void next arrow-ში და previous arrow-ში გიწერია? სხვა გარეთ ხო არ იძახებ, ფრჩხილის დაბლა ხო არ იძახებ? კაი, გააზიარე მაშინ, რა ვერ ხვდები ესე. ანუ რის ბრალი შეიძლება იყოს, ვერ ხვდები. გააზიარება. კი, ჩანს. ერთები რატო გიწერია შიგნით? რა შუაში ერთი? არა, ერთები არ უნდა მანდ. პირდაპირ უბრალოდ იძახებ რა. So, და ეხლა მოდი ბარემ start-იც გამოვიძახოთ ეს arrow image update-ი. რო start-იც ისაც ის arrow გვაქვს ჩაგდებული, მაგრამ მაინც და-update-დეს რა. და ასევე update-ში ჩავწეროთ if-ი და ჩავწეროთ აქ input წერტილი get key down. ერთხელ დაჯერა გვინდა, გახსნათ დახურვის ნიშანი, ჭხილები და down arrow გვინდა. key-code წერტილი down arrow. ანუ შემდეგზე როცა გადადის, ხო down arrow იყოს შემდეგზე რა, ანუ ქვევით arrow-ს რო დააჭერ. ხო, მიმდევრობით შემდეგი. ამიტომ აქ next arrow უნდა გამოვიძახოთ. და აქ დავწეროთ else if-ი. გავაგრძელოთ ეს. იგივე შეგვიძლია გადმოვაკოპიროთ აქაც, ოღონდ შევამოწმოთ up arrow-ზე. Up arrow-ს თუ დააჭერ, უნდა გადაგიყვანოს previous
arrow-ზე, ხო? წინაზე, საიდანაც ჩამოხვედი დაბლა რა. ეგ არის. ჯერჯერობით ეს მარტო გადართვა იმუშავებს და გადართვის მიხედვით რომ ის რაღაც ჰიტი გააკეთოს, ეგ შემდეგზე გავაკეთოთ. კაი, დავასეიროთ ეს. მოვნიშნოთ პლეიერი და მარჯვნივ ექნება მისათეთებელი arrow image-ია ჩასაგდები. canvas-ში რო arrow image-ია ეგ. შენ რო arrow type-ი და არქვი, ეგ canvas-ში რო არის. და ქვევით arrow sprite-ში ჩავწეროთ 3 ცალი ელემენტი გაჩნდება, element 0, element 1, element 2 და წავიდეთ იმ ფოტოებთან. arrow hit-ში არის ბოლო. ეს ჩავაგდოთ. arrow hit and angle-შიც ბოლო არის. ეს element 1-ში ჩავაგდოთ. და poison-ში არის მეოთხე, ხო? კი. მეოთხე ჩავაგდოთ element 2-ში. Всё. დავასეიროთ და ჩავრთოთ აბა. ნახოთ თუ იმუშავა. ოპა, ეგ არის. აი მარტო down arrow. კი, მარტო down arrow-ებს ვიყენებ ხა რა. აი ჩაულებრივიდან down arrow-ით გადავედი entangle-ზე, მერე კი ისევ down arrow-ით გადავედი poison-ზე. ისევ down arrow-ით ბრუნდება უკვე ზევით რა. პირიქითაც შევამოწმოთ. პირველ arrow-ზე რო ხარ ზევითა arrow-ს რო ზევითა ის არის რო დავაჭერთ გადადის poison-ზე, კი. ზევითაც ჩაულებრივად მუშაობს. აი მარტო up arrow-ს ვაჭერე ხა და მუშაობს. ჩემთან მუშაობს? გაწერილი ეთყობა კარგად არ ამოიჭრა poison-ი? აბა. პირველივე გაწერილი რო იყო preserve aspect მომნიშნე აქ და მაგან გაასწორა და რა ვიცი, ესეთ არ უნდა იყოს გაწერილი. აი მარჯვნივ image-ში preserve aspect უნდა მონიშნო. მარჯვნივ. arrow, ხო. მარჯვნივ image კომპონენტი რო აქვს, მან დაქვს preserve aspect. ეგ მე ჩავუხტო. მაშინ რავი არ უნდა იყოს გაწერილი, თვითონ ფოტოს ჭირს შეიძლება რამე? თავიდან ამოჭერი თუ გინდა, არ ვიცი. ხო. კაი, დავასეიროთ და შეგვიძლია დავასრულოთ დღეს. რა არის? ჩვენიერი. კაი. შემდეგზე გავაკეთოთ ის, რომ იმის მიხედვით, რომელზე გქონდა გადართული სროლის მომენტში, მერე რომ მოხდება ეგ ის არის enemy-ს, გააკეთოს შესაბამისი ანიმაცია. damage-იც და ანიმაციაც. ჯერ ანიმაცია გავაკეთოთ და მერე damage-ი, მერე damage-იც გავაკეთებთ. კაი. დროებით აბა.